წარმოუდგენელი იყო მამა გაბრიელის გარეშე სიცოცხლე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნუგეში იყო ჩვენთვის. გასაჭირი იყო, თუ რაც იყო, ყოველთვის გვეხმარებოდა, ყოველთვის გვარიგებდა, გვეფერებოდა. პირველში ღამე რომ მივედით, იქიდან წამოსვლა არ გვინდოდა. იმიტომ ნახეთ, რომ ძალიან ცუდად არის გაბრიელი და დავიმალენით მე, დედაჩემი და ჩემი ბიჭი, დავიმალენით იქ, თითქოს მონასტერში და არ გვინდოდა წასვლა, რომ ბოლომდე ყოფილიყავდით იქ და გაბრიელი ხო ხედავდა, რომ იქა ვართ. გამოგზავნა პარასკევა და გვითხრა, ეგნი რომ მანდიმალებიან წავიდნენ სახლში. და წამოვედით სახლში, ღამის პირველი საათი იყო და მთელი მონასტერი გვაცილებდა. წამოვედით, აბა რა გვექნა. და დილით 7 საათი არ იყო, რომ ვიყავით უკვე იქ გაბრიელთან. პარასკევას ვეკითხებით, პარასკევა როგორ არის ჩვენი გაბრიელი? აი, შენი მოტანილი მსხალი უყვარდა ძალიან, დედაჩემსაც და გაბრიელსაც. ერთი მსხალი შეჭამაო და მე ვთხარი, აქ დაველოდებით, აქ ვიქნებით. არაო, შემოდითო და კელიაში ვიყავით, აი დილის 7 საათიდან ღამის 10 საათამდე, როცა გარდაიცვალა, უფალმა მიიღო მისი სული. ჩემთან მოვიდა მონაზონი, რომელმაც მითხრა, რომ მამა გაბრიელი ძალიან ძიმე დღეშია და ესე წაუკითხეს სულის გასვლის ლოცვა და ესე მოლოდინია, რომ შეიძლება გავიდეს და თქვენ მოგიკითხათ. მე იმ წუთას სახელმწიფოებრივად გადავწყვიტე, რომ გამგზავრებულიყავი, მე თბილისში ვიყავი, დაბრუნებული ეპარქიიდან თბილისში, საპატრიარქოში ვიყავი და მე იმ წუთას გავემგზავრე. მაგრამ როცა მივედი, ვიგზენი, რომ მართლაც ისე მძიმედ არის და რადგან ახლა უკვე წაკითხული იყო გასვლის ლოცვები, მეც წავიკითხე და დაახლოებით ალბათ რაღაც ძალიან მოკლე დროში იგი აღესრულა. და როდესაც მეცხრე გალობა წაიკითხა, უკვე მამა გაბრიელმა გაიხიმა და სული მიაბარა უფალს. როცა გარდაიცვალა, მამას აბამდა, რომ გაიხიმა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ისე მშვიდად, წყნარად. აი ბოლო სიტყვა როს თქვა მეუფე დანიელმა, გაბრიელმა სული მიაბარა უფალს. ძალიან მძიმე ის იყო წუთი, ძალიან მძიმე წუთი იყო, მაგრამ ისეთი სიყვარული მოვიდა, ისეთი სასწაული რაღაც მოხდა, ისეთი სიხარული იყო ჩვენ გულებში, რომ სიმღერა გვინდოდა. აი ეს რაღაც გალობა გვინდოდა. აი რაღაც ისეთი სასწაული მოხდა და მე რო ჩააცვეს გაბრიელს და კიბეებზე რო ჩაიყვანეს და ეს ჩვენი მონოსნები რო გალობდნენ, ეს იყო ზეციური რაღაც მოვლენა. ზეცაში ვიყავით, დედამიწაზე არა. ისეთი რაღაც მოხდა. აი ვისაც ახსოვს ეს მომენტი და მე თანხმება ამაში, რომ ნამდვილად ეს იყო რაღაც ზეციური. გაბრიელს მიყვებოდით და ესენი გალობა და ვფიქრობდით, ეს სადა ვართ ჩვენ. და ამ მდგომარეობაში რომ წარმომედგინა, საოცარი სიხარული შემოვიდა გულში გარდაცვალების დროს. ეს იყო უდიდესი ნუგეში ჩვენთვის და მარტო მე კი არ დამეუფლა ასეთი მდგომარეობაში, აღმოჩნდა ყველა იქ მყოფი. ყველა ამბობდა, რომ რამხელა სიხარული შემოვიდა ჩვენშიო და ეს იყო საოცრება და მადლი, რომ ვიგრძენით, რომ მამა გაბრიელმა ჩვენ არ დავტოვა და იგი მუდამ ჩვენთან არის. და მისი გარდაცვალებაც აი მართლა ისეთი მოულოდნელი იყო და ისეთი წარმოუდგენელი იყო, თამწუხარება და თან ტაძარში რომ დაასვენ ესე სანთლები ანთებული გულში იყო სიხარული, ესეთი განცდა მე არასდროს არ მქონია რა. გულში იყო სიხარული, ადამიანი რომ იცრო, ეხლა ჩვენ კი დავტოვა, მაგრამ ღმერთთან მიდის და იქაც რო იმედია და რაღაცა საოცარი განცდა იყო რა.
მართალი ადამიანის გარდაცვალება ალბათ ასეთია. ერთხელ წირვიდან მომავალს მამა გაბრიელმა მანტია მთხოვა. ასეთი მანტია მეც არ მაქვსო. და მე დედა პარასკევას ხელით გაუგზავნე მანტია. და როდესაც მამა გაბრიელი გარდაიცვალა და როდესაც მის ცხედარს აპატიოსნებდნენ, დედა პარასკევა მის სამოსელს აწესრიგებდა და მანტია ვერსად ვერ ნახა მის შესამოსელში და უცბად გაახსენდა, რომ ბურცმაზე რომ ჰქონდა დაკიდებული მანტია და ის აიღო და ის მიაწოდა და ამ მანტიით და მოგვიანებით მითხრა დედა პარასკევამ, რომ მამა გაბრიელიო, შენი მანტიით დაგრძალებდო. ძალიან გამეხარდა, რომ მამა გაბრიელი ჩემი მანტიით დაებრძალა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. აი ეს სიხარულში დაგტოვა მამა გაბრიელმა და ფაქტიურად, რა ვიცი, საოცარი ნეტარება იყო. ასეთი ნეტარება მე ვიგრძენი ამის შემდეგ, როდესაც იგი წმინდანად შერაცხეს.